ძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენ ყოველთვის უნდა გავიხსენოთ, რომ ომი, რომელსაც რუსეთი, მაშინაც რუსეთი აწარმოებდა ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ აფხაზეთში, ამ ომის ამოცანა და მიზანი იყო რა, რომ დაესუსტებინა, ან საერთოდ ხელი შეეშალა არსებობისთვის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის, ხო? ანუ ეს იყო დანიშნულება მათ შორის მაშინდელი რუსული აგრესიის, რომელიც განგრძობითი სახის არის და ამიტომ პირველ რიგში ყველა ვინც ეუბნება ქართულ ხალხს და უბედავს ამის თქმას, რომ 2008 წელს თურმე ვიღაცამ რაღაცა დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ, ეს პირველ რიგში არის შეურაცხყოფა იმ ათობით ათასი დევნილის, რომელიც რუსეთმა გამოყარა საკუთარი სახლებიდან და დღემდე ეს კორუმპირებული ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობს, მათ არანაირ პირობებსაც კი არ უმჯობესებს, იმაზე არ არის საუბარი, რომ პოლიტიკა აღარ არსებობს საერთოდ არანაირი დევნილებთან მიმართებაში და საერთოდ არანაირი პოლიტიკა არ არსებობს დეოკუპაციის და რისთვის არსებობს მინისტრი რო ქვია ქალბატონ ახვლედიან საერთოდ რას აკეთებს და რითი არის დაკავებული არავინ არ იცის და არანაირი პოლიტიკა ამ ხელისუფლებას არ აქვს. რატო არის ესე და რატო სად ვართ დღეს ჩვენ? ნუ ძალიან მძიმე რეალობა ის არის, რომ 32 წლის თავზე თარიღის რომელსაც დღეს აღნიშნავ, საქართველოს მართავს რუსეთიდან მართული ხელისუფლება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს ყველა იმ ამოცანას, რომელიც რუსეთმა ვერ განახორციელა დღემდე და მიღწეული აქვს უკვე საკმარისად დიდი წარმატება რუსული პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ჩახსნილი არის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველანაირი სტრატეგიული თანამშრომლობა და ვერანაირი პროტოკოლური ფოტოები და რაღაცა ბოდვითი, ასე ვთქვათ, რაღაცა ბოდვა კაცის, რომლის სახელს და გვარს საკუთარი გუნდის წევრები ვერ იმახსოვრებენ, იმდენად აბსურდული არის ის, რომ მას დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქვია, ვერ ჩაანაცვლებს იმას, რომ დღეს ჩვენ ვართ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც იყო რუსეთის ძალიან დიდი ხნის ამოცანა და ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო კარგავს სწორედ იმ მთავარ ვექტორს ჩვენს ევროპულ მომავალს, რომელიც იყოს სწორედ და იქნება მომავალში აუცილებლად, როდესაც ჩვენ რუსულ ოკუპაციას ამ ქვეყანაში დავასრულებთ, არა მხოლოდ აქ საუბარი არის პოლიტიკურ ოკუპაციაზე, რომელსაც დღეს ივანიშვილის ხელით ახორციელებს ეს რეჟიმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა გადის სწორედ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირში და ყოველთვის ესე იყო პოლიტიკა ყველა ხელისუფლების, რომელიც პატრიოტი ხელისუფლება იყო, რომელიც არ იყო რუსეთის უბრალოდ სათამაშო და რუსეთიდან მართული და რაც შეეხება ამ ხელისუფლებას, ჩვენ ვხედავთ, რომ დავალება ერთადერთი, რომელიც მათ აქვთ მიღებული შემდგომი შესასრულებლად, თუ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან, ეს უკვე არის ოფიციალურად აღიარება დამოუკიდებელი სტატუსის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების. არანაირი პოლიტიკა ახსენებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრების ირგვლივ ყოფნა, როცა რუსულ აგრესიაზე ვსაუბრობთ. თუმცა რა ყაველაშვილი ახსენეთ, მე მინდა გკითხოთ ქართული ოცნების პოლიტიკა, როგორ ჩანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, რადგან რა თქმა უნდა მათი პოლიტიკის შედეგია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან აღარ არსებობს, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ტიპის კომუნიკაცია შედგება, მათ შორის აი ეს პროტოკოლური სურათი არის მათთვის რაღაც წარმატების სიმბოლო, რომ აი გამოგვდის და ურთიერთობის აღდგენა ხდება. არ ამგონია ყაველაშვილს ის კომუნიკაცია ჰქონოდეს, რომ რაიმე დიდი იმედი გასჩენოდათ ქართული ოცნების ლიდერებს. თუმცა მაინც როგორ შეაფასებდით ეს მათი დიპლომატიური ჩაბარდნა თუ კრახია, თუ რაღაც ბორძიკით, მაგრამ მაინც ურთიერთობის რაღაცა მეტად არ გაუარესებისკენ სვლა. ნუ მეტი გაუარესება ცოტა რთულია წარმოვიდგინოთ, დღეს ფაქტიურად აღარ არსებობს, შეიძლება ითქვას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ ქვეყნის ურთიერთობები, იმიტომ რომ დღეს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომლის საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს, არსებობს რუსული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს დღეს ის უწყებები და ის ხალხი, ვისაც ქართული სახელი და გვარები აქვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს ქვია, რომ საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ
რეალურად ეს არის რუსული საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყება. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვითარებაში რამდენი პროტოკოლური ფოტოც არ უნდა დადოს არ ვიცი, არალეგიტიმურმა რეჟიმმა, რეალობა არის შემდგომი, რომ იქ სადაც წყდება პოლიტიკა ჩვენს რეგიონთან მიმართებაში, იქ რუსების პროქსი მთავრობას, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის წარმომადგენლებს არავინ არსად აღარ ეძახის და ჩვენ ძალიან ნაცვლად დავინახეთ ეს, იმიტომ რომ კითხვა მაქვს მარტივი, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებთან, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი, რომ მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, მიერ ორგანიზებულ სამუშაო ვახშემზე, სადაც წყდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ისეთი როგორიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის სატრანზიტო გზები, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, უსაფრთხოება და სხვა, დაუძახეს სომხეთს და აზერბაიჯანს და საქართველოს, რომლის წარმომადგენელიც იქ იყო, არც ჩათვალეს ღირსად, რომ იმ ოთახში ყოფილიყო. ქართული ოცნების მხარდამჭერს თავად ქართული ოცნება ეუბნება, რომ მთავარია ტრამპთან კომუნიკაცია და რაც მაგალითად ამერიკის პრეზიდენტთან გასულ წელს ვერ მოახერხა კობახიძემ, ის მიღებიდან ჩახსნეს, მოწვევა არ ჰქონდა. ამჯერად მიხელ ყაველაშვილმა მოახერხა ეს. ხო, ახლა ძალიან მარტივი არის სინამდვილეში პროტოკოლური წესების დაცვა ხდება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა წესებით, ამიტომ ქართული ოცნების წარმომადგენელს რასაც უნდა ესმოდეს, ეს არის ის, რომ მას ატყუებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც დაპირდა მაგალითად დაპირდა იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის მისი არჩევანი და მერე ნოემბერში გამოვიდა კობახიძე და უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეხლა შეიძლება უვიზო რეჟიმის დავკარგოთ მათი პოლიტიკის შედეგად. ეს არის მარტივი ტყუილი, ხო? აი ძალიან მარტივად მოატყუეს. ასევე ატყუებს ახლა კალაძე, მაგალითად თბილისში, ყველა თბილისელს და რაღაც ასაღებს იმ ტყუილებს, ახალ ტყუილებსაც აღარ იგონებენ, რაღაც გადამუშავება ხდება ძველი ტყუილების და ამიტომ დღეს ერთადერთი რაც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა გააკეთოს, გაბრაზებულმა ქართულმა ხალხმა, რომელსაც მრავალჯერ უკვე, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლები პირველ რიგში, ვინმე სხვა არ ატყუებს კობახიძე და ივანიშვილი პირველ რიგში ატყუებენ იმ ხალხს, ვინც მათ ხმას აძლევს, იმიტომ რომ ვინც ხმას არ აძლევს, მათ იმათ ვერ მოატყუებენ, იმიტომ რომ იმათ ისედაც არ სჯეროდათ მათი დაპირებების. მოდის ადგილობრივი არჩევნები, აი ამ კორუმპირებულ რეჟიმს, რომელიც მათ შორის ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს, წლებია ეუბნებიან, რომ არანაირი კორუფცია არ არსებობს ჩვენს რას ლაპარაკობთ, წინ რო დაუდონ ფული, ხელს არ მოკიდებს არავინ და ეხლა ერთმანეთს დაძდევენ დაგიჟებულები დასაჭერად, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ კორუფციას აქვს შეჭმული ეს სისტემა და ამ კორუფციის ბრალია, აი ქართული ოცნების ამომრჩეველი იქნება თუ სხვა პარტიის, იმას თავის შვილისთვის რომ მიდის და რაღაც უნდა მოუტანოს სახლში საკუთარ შვილს და სულ უფრო ნაკლები და ნაკლები შეუძლია შესთავაზოს, უნდა იცოდეს, რომ ვიღაცა ქოცი ბობოლა ამის ხარჯზე სთავაზობს მეც და მეც საკუთარ შვილებს. კორუფცია მეტი კი არაფერი არ არის, რომ თქვენ შვილებს პარავენ და საკუთარ შვილებისთვის ინახავენ ამ ფულს. და დრო არის, რომ გაბრაზდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მივიდეს და კორუფციის, უიმედობის, სიღატაკის და ბევრი ტყუილების, საერთაშორისო ასპარეზზე ტყუილების მიღმა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნათქვამ ტყუილებზე პასუხი გასცეს ამ კორუმპირებულ რეჟიმს, იმით რომ ხმა მისცეს მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ყველა ვინც გადაწყვეტს, რომ სახლში დარჩეს არჩევნების დღეს, მერწონათ, რომ ძალიან დიდ საჩუქარს გაუკეთებს რეჟიმს, იმიტომ რომ მათაც ეს უნდათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს, ვინც აპირებს, რომ მათ წინააღმდეგ მისცეს ხმა და პირიქით ეს რაოდენობა მე მინდა გაიზარდოს და დროა ქართული ოცნების ამომრჩევლებშიც გაიზარდოს მათი რაოდენობა. თქვენი პარტიის ლიდერებს მომისმენია ასეთი განცხადება გაუკეთებიათ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ბუნებრივია და ანონსებულ შეკრებას, რაც ასევე ამ 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი და სასურველია თქვენი
თქვენი პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობაც და შემდგომ ამ შეკრებისთვის, ამ წინააღმდეგობრივ პროცესში მონაწილეობაც. და ორივე თქვენგანი, ვინც არჩევნებს ემხრობით თუ ასევე დაანონსებულ მშვიდობიან რევოლუციას, ამბობთ, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული რამდენად ბევრი ადამიანი მივა, თუ უნდა არჩევნებზე ან ამ შეკრებაზე. მაგრამ მაინც მაქვს ეს კითხვა, რას ელოდებით მაინც? თქვენი რეალური მოლოდინი რა არის 4 ოქტომბრის მიმართ და რა შეიძლება ვნახოთ ჩვენ 5 ოქტომბერს? შეიძლება ის ახლა ერთი კვირით ადრე მართლაც არის კითხვა, რაც ყველას აქვს. პირველ რიგში მე მინდა რომ გავიმეორო ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ რეჟიმთან წინააღმდეგობა უნდა იყოს როგორც პოლიტიკურ ფრონტზე და პოლიტიკური ფრონტი არის პოლიტიკური საარჩევნო უფლების რეალიზაცია, რომელიც ჯერ არ გაუქმებიათ ჩვენთვის. ამიტომ მაგალითად კონკრეტულად არჩევნებზე თუ მეუბნებით, იმ ქალაქებში, სადაც წინა არჩევნებზეც ჩვენ გავიმარჯვეთ და ეხლა იმიტომ თუ როგორი სისტემა არის ადგილობრივ არჩევნებზე, ასე ვთქვათ, ჩაკეტილია ხო ეს ხმები ადგილობრივ დონეზე. კიდევ უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ დავამარცხოთ რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე და გავათავისუფლოთ კონკრეტულად მაგალითად თბილისი კალაძისგან. შედეგი დამოკიდებული იქნება, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე და კალაძის წინააღმდეგ გადაწყვეტავს, რომ ისცეს ხმა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი ადამიანი იტყვის, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას და ეს ამისი თქმა არჩევნებზე არ მისვლა არის თქვა, რომ არა აქვს აზრი ბრძოლას, პოლიტიკურ ბრძოლას აქ არჩევნებზე აზრი არ აქვს, მით უფრო გაუადვილდება რეჟიმს იმ შედეგის დადება, რაც მას სურს. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, პროტესტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბრძოლის და 300 დღე არის გრძელდება ეს წინააღმდეგობა. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ დიახ, მიგვაჩნია საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მნიშვნელოვან ნაწილად პოლიტიკური ბრძოლის და ვერ ვხედავთ კი არა პირიქით, მიგვაჩნია, რომ აქტიური საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და აქტიური ქუჩაში პროტესტის და აქტიური პოლიტიკური წინააღმდეგობა არჩევნებზე ერთმანეთს ავსებს და არ არის პირიქით ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობილი. რაც შეეხება შედეგებს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის, ანუ პროტესტის. ამაზე ძალიან კონკრეტული განცხადებები აქვს გაკეთებული კონკრეტულ ხალხს, რომ რაღაცა შედეგს პირდებიან საზოგადოებას. მე ამაზე გამიჭირდება, ასე ვთქვათ, თქმა, რას ელოდებიან ისინი, იმიტომ რომ მე მოვისმინე ყურადღებით ბევრჯერ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე პასუხი შეკითხვაზე, რა კონკრეტული მოლოდინი აქვს. ჩვენ რო არ გვჯეროდეს, რომ გამარჯვება ამ რეჟიმზე საბოლოოდ მოიპოვება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით, არჩევნებით, საზოგადოებრივი წინააღმდეგობით და საერთაშორისო წნეხით, მაშინ ჩვენ ცხადია არ გავიდოდით არჩევნებზე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში არ მივიღებდით მონაწილეობას. ამიტომ რა შემთხვევაში შეიძლება ძლიერმა საქართველოს ჩათვალოს, რომ აი ამ კი ბატონო, თქვენი სტრატეგია არის გასაგები, რა შემთხვევაში შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამან არ იმუშავა, რომ აზრი რასაც ფიქრობდით, რომ აზრი ჰქონდა, თურმე არ ჰქონია. რა განიხილავთ სხვადასხვა სცენარს, მათ შორის უკაცრავად არჩევნებში მონაწილეობის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. და სხვა სცენარი არსებობს ხელისუფლების შეცვლის. რა სცენარი არსებობს სხვა ხელისუფლების შეცვლის გარდა არჩევნებით დამარცხების ხელისუფლების. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ მოვისმინე რაიმე, რომელიც დამარცხებდა, რომ სხვებს ვინც ფიქრობს, რომ წინააღმდეგობრივი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ქუჩაში. ხო, ოღონდ რა არის ეს ბრძოლა და რა შედეგს ელოდებიან? მე ამას ვკითხულობ კონკრეტულად. კი ბატონო, ამაზე ვისაუბრებთ და ვეცდები შემდეგ სტუმართან პასუხი მივიღო. უბრალოდ არჩევნების შემდეგ რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ თურმე აზრი არ ქონია. მე გეტყვით, შესაძლოა პირიქით ბენეფიტი მიიღო ამით. არა, არჩევნებზე ვერანაირ ბენეფიტს ეს რეჟიმი ვერ იღებს. ეს არის აბსოლუტურად აბსურდული განაცხადი, რომ რეჟიმი იღებს რაღაც ბენეფიტებს არჩევნებში. პირიქით, კიდევ ერთხელ ვამბობ, მივა ნაკლები ხალხი კალაძის წინააღმდეგ ხმის მისაცემად. უფრო კარგად გაიმყარებს თავის შედეგებს ხელისუფლება. რაც შეეხება იმას, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არის სამართლიანი და თავისუფალი, ეს შეფასება არის უკვე შემდგარი და არავის არ ჭირდება არჩევნების ბოიკოტი, რომ ვინმე დაარწმუნოს იმაში, რომ თურმე ამ ქვეყანაში არჩევნები წესიერად არ ტარდება. ეს უკვე ცნობილია და საარჩევნო პროცესზე ამ ბრძოლაზე ხელის აღება, ეს არის კაპიტულაცია და მე მაქვს შეკითხვა
პროტესტი, რომელიც გრძელდება დიდი ხანია უკვე, ხო? აი კონკრეტულად მაშინ იგივე დამოკიდებულება შეიძლება ადამიანს ჩამოუყალიბდეს პროტესტთან მიმართებაში, რომ პროტესტი გრძელდება, მაგრამ არც პატიმრებს უშვებენ, პირიქით მიუსაჯეს და მაშინ რა აზრი აქვს ამ ბრძოლას? ანუ ნიჰილიზმის გზით წასვლა, საარჩევნო ნიჰილიზმი იქნება ეს, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა იქნება თუ საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა იქნება, ძალიან სახიფათო გზა არის. და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ნიჰილიზმში ჩავარდეთ ამ ბრძოლაში და მიგვაჩნია, რომ ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე ბრძოლას აზრი აღარ აქვს, ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ მომავალში თქვას, რომ თურმე სხვაგან ბრძოლასაც აზრი არ ქონია, იმიტომ რომ სხვა გზა ხელისუფლების შეცვლის გარდა დიდი პოლიტიკური წნეხის ასე ვთქვათ, შექმნისა ივანიშვილზე ყველა ფრონტზე ბრძოლის პოლიტიკურ ქუჩის საზოგადოებრივი წინააღმდეგობის და საერთაშორისო წნეხის აი ყველა ამ კომპონენტის გაძლიერების გარდა მე არ ვიცი და თუ ვინმე სხვას აქვს რაიმე გეგმა ალბათ უნდა გააცნოს საზოგადოებას, იმიტომ რომ მე ესეთი გეგმა არ მომისმენია ჯერჯერობით არავისგან და ვერც ის ვერ გავიგე დაპირებულ პოლიტიკურ შედეგზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ კონსტიტუციით დაცული უფლება არჩევნებში მონაწილეობა აქტიურად უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ, კონსტიტუციით დაცული უფლება ასევე დემონსტრაციის, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება, ჩვენც არ უნდა მივცეთ მთავრობას აი ამ არალეგიტიმურ რეჟიმის შესაძლებლობა, რომ რაღაც საცოწარკვეთილებაში ჩააგდოს საზოგადოება, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და ეს არის ჩვენი პოზიცია და შედეგებზე, პოლიტიკურ კონკრეტულ შედეგებზე, ალბათ იმ ხალხმა უნდა გასცეს პასუხი, ვინც კონკრეტულ შედეგებს პირდება, ხო? აი ამ კონკრეტული, არ ვიცი, მაგალითად ქუჩის აქციის გზით საზოგადოებას ალბათ ეს უკეთესია, რომ მათ კითხოთ, როგორ ხდება რეალიზება ამ პოლიტიკური შედეგის.